თავდაყირადად ცხოვრებაში ყველაფერი ვზივარ ტაქსიზე და ტაქსიში მიზის იესო ხართ გაცვეთილი რესპონდენტი თუ ახლიდან დაიბადეთ? მე უკვე სტრესი არა მაქვს იმის რომ დილით დამირეკავენ საქართველოს საპატრიარქოდან. როდესაც გადაწყვიტეთ რომ მღვდელი ყოფილიყავით, ხომ იცოდით რომ იერარქიული მორჩილებაც არსებობდა? ხომ იმენატრება, ლობიო მენატრება, ყველი მენატრება, ელარჯი მენატრება, ჭამა მენატრება. გემოთ მოყარე ხართ? ამდენ იმისთვის ვისწავლე და ვიწვალე რომ ვიღაცის ჯიბეზე ვიყო ჩამოკიდებული. არ არსებობს თქვენ იყოთ ყველაფერში მართალი? რა თქმა უნდა, მე ახალი სიტყვა ვარ ქართულ ეკლესიაში. 10 მცნებიდან ყველაზე ხშირად რომელს არგოთ? ეს 1-2-რად მომემატა გამომწერები. ბევრი ადამიანი არ გენდობათ როგორც მღვდელს. ჩვენ გამოვდივართ სუსის შენობიდან. ფანატი მრევლი თუ გყავთ? ჩვენ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ იმისათვის რომ ვიფიქრო გამოქვაბულზე, დაყუდებულებაზე. ბოლოს მტრებისთვის როდის ილოცეთ? ნულიდან არა, უსასრულობიდან იწყებ თავიდან ცხოვრებას. დუმარების ფიცს რის ფასად დადებდით? ძალიან რთულია უყურო ამბროსი ხელაიას ხატს, კირიონ საძაგლიშვილის ხატს, იდგე ამბიონზე. რა ამ ქვეყნიურ სიამოვნებებზე აღარ ამბობ თუ არს, რაზეც ამბობდით მღვდლობის დროს? ამერიკაში შემიძლია ანაფორით ვიარო და დავდივარ კიდეც. სუსის კრებსებში რომ ამოიკითხეთ თქვენი თავი რა რეაქცია გქონდით? არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში არავის აზრი. შეცვლიდით ამას დრო რო უკან გადავახვიოთ. იცით რა არის? ზედმეტი მოგივიდათ. სამწუხაროდ ის არის რომ თქვი რომ ალბათ არ შევცვლიდი. უეჭველი ქართველი დეკანოზი პეტრე კოლხი. გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემათა ციკლს ამერიკის შეერთებული შტატებიდან უეჭველი ქართველია. გვიყურებთ როგორც TV პირველის მაყურებელი, ასევე შეგიძლიათ მოგძებნოთ YouTube-ზე უეჭველი ქართველია. ისევე როგორც სხვა ყველა გადაცემაში, დღესაც ჩემი გადაცემის სტუმარი არის უეჭველი ქართველი, დეკანოზი პეტრე კოლხი არის დღეს ჩემთან სტუმრად. გამარჯობა, როგორ ხართ? მადლობა იმისთვის რომ ცოტა ძალიან ცივა ნიუ-იორკში და იმედია კარგი გადაცემა გამოგვივა, იმიტომ რომ ბევრია სალაპარაკო. კი ბატონო, გავიაროთ და იქნებ სადმე ყავაც. დავლიოთ დილის საათებია და ცოტა გამოფხიზლებაც ჭირდება მე პირადად. როგორ ხართ? ჯერ არ ვიცი როგორ ვარ, მაგრამ ვარ ახალი ეტაპის საწყის ეტაპზე, როდესაც თავდაყირადად ცხოვრებაში ყველაფერი და ისეთი გზები გამოიკვეთა, რაზეც ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი. ამას ვერც წარმოიდგენდი, იმიტომ რომ წლები გვემატება, წლები გადის. ფიქრობ რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიე და რაღაც შექმენი, შენი ხელწერა გაქვს, შენი ნიშა გაქვს. უცებ აღმოჩნდა რომ ისევ თავიდან უნდა მოკვდე, ისევ თავიდან უნდა დაიბადო. ეს ჩემთვის სიახლე არ არის, სიახლე უბრალოდ არის ემიგრაცია. მაგრამ ბოლო დროს ფიქრობ რომ ჩვენს ქვეყანაშიც განიცდიდი ემიგრაციას, რადგან იქ უკვე აღარაფერი აღარ არის თითქმის ქართული. ძალიან რთულია უყურო ამბროსი ხელაიას ხატს, კირიონ საძაგლიშვილის ხატს, იდგე ამბიონზე და არ გაგაჩნდეს პრეტენზია იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება ქვეყანაში. თან მათი ხატის წინაშე ლოცულობდე და თან ხელს უწყობდე ქართველი ერის გარუსებას. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი რთულია კომფორტის ზონიდან გამოხვიდე, როგორი რთულია იფიქრო იმაზე, რომ მიდიხარ აბსოლუტურად უცხო ქვეყანაში, სადაც ნულიდან არა, უსასრულობიდან იწყებ თავიდან ცხოვრებას, მინუს უსასრულობიდან. მაშინ, როდესაც შენი ნიშა გქონდა, კითხულობდი ლექციებს, ატარებდი პოეზიის საღამოებს, გადაგებდი, მოუწოდებდი მრევლს, ატარებდი წირვას, ემსახურებოდი ღმერთს და უცებ რომ დავდექი აბსოლუტურად შიშველი რეალობის წინაშე. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გარეშე გაძლო ქვეყანაში, სადაც შენ არავინ არ ახარ. დიახ, მე დღეს მონროში ვზივარ ტაქსიზე და ტაქსიში მიზის იესო. და მე ვემსახურები ღმერთს. საკმაოდ ბევრი ისაუბრეთ ჩემს კითხვაზე, როგორ ხართ, როგორც ჩანს ბევრი დაგიგროვდათ სათქმელი და მეც ცოტა გამოფხიზლდი. რამდენი ხანია აქ ხართ უკვე წამოსული ემიგრაციაში, შეგვახსენეთ? 4 თვე უკვე სრულდება, რაც ამერიკაში ვარ. ეს 4 თვე ჩემთვის იყო
4 საუკუნე ძალიან რთული დღეები გამოვიარე. შეუძლებელია დღეს ვინმემ ემიგრანტებს ასწავლოს რა არის სულიერება, რა არის ღვთისმსახურება, რა არის რწმენა და ზოგადად ადამიანის დანიშნულება. მე ვიცი აქ ემიგრანტები, რომლებმაც საკუთარ ცხოვრებაზე თქვენს უარი იმის გამო, რომ გადაარჩინონ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეზობლები, მეგობრები, რამდენჯერ ბარგი ჩალაგებული მქონდა და უნდა გავქცეულიყავი. ოღონდ არ ვიცი სად. მე მივხვდი რომ ჩემი თავი ხელში უნდა ავიყვანო ისევ, თავიდან უნდა დავიბადო, ორი ცხოვრებით ვერ იცხოვრებ. თავიდან უნდა დავიბადო. ჟურნალისტიკაში არსებობს ესეთი ტერმინი გაცვეთილი რესპონდენტი. ამას ხმარობთ ხოლმე ისეთ რესპონდენტზე, რომელიც ძალიან ხშირად არის სატელევიზიო სივრცეში, ხშირად წერთ ჟურნალისტები. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ შოუში თუ გადაცემაში მონაწილეობთ. თქვენ როგორ ფიქრობთ? ხართ გაცვეთილი რესპონდენტი თუ ახლიდან დაიბადეთ, ასევე ემიგრაცია მოგცათ ახალი იმდენი გამოცდილება და აღმოგაჩენინათ საკუთარი თავი, რომ თქვენ დღეს კიდევ უფრო ახალი პეტრე შეგიძლიათ რომ დაგვანახოთ დღევანდელ გადაცემაში. არც ერთი ადამიანი არ არის გაცვეთილი, რომელიც საკუთარ თავთან მუშაობს. სხვა ეტაპზე გადავედი ცხოვრების და ეს ეტაპი ძალიან მომწონს. ძალიან საინტერესო ეტაპია. როგორც ილია მართალი ამბობს, ჩვენი თავი ჩვენამდე გვეყუდნესო, ჩემი თავი მეკუთვნის. მე უკვე სტრესი არ მაქვს იმის, რომ დილით დამირეკავენ საქართველოს საპატრიარქოდან და პასუხს მომთხოვენ, ეს სტატუსი რატომ დაწერე, ეს გადაცემა რატომ ჩაიწერა, ეს რატომ თქვი, იქ რატომ წახვედი, ვისი ლოცვა კურთხევით იყავი. მე მაქვს საკუთარი თავის ლოცვა კურთხევა. უკვე აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ დღეს ჩვენ ყველას გვაკავშირებს და გვაერთიანებს საერთო ბრძოლა და ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის. მაგრამ როდესაც გადაწყვიტეთ რომ მღვდელი ყოფილიყავით, ხომ იცოდით რომ იერარქიული მორჩილებაც არსებობდა და მე იერარქიული მორჩილება ჩემო ძვირფასო არასდროს არ გამიჭერდებოდა. დღეს იერარქიული მორჩილება არ არსებობს. არსებობს რუსეთის მონობა. მირჩევნია ემიგრაციის ურთულესი გზა გავიარო. მირჩევნია მშიოდეს, წყუროდეს, ტაქსიზე ვიჯდე და სულის თავისუფლებას ხუნდები არ დაადონო, ვიდრე განცხრომაში ვიყო და ვიყო რუსეთის მონობაში, რადგან რუსეთის ქრისტიანობა და ღვთისმსახურება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მღვდლობა რომელ წელს შეგირჩერეს, გაგახსენეთ? 2023 წელს ვიყავი ინგლისში. კი, მახსოვს არ გააფრთხილეთ, მიდიოდით ხო, ლოცვა კურთხევის გარეშე, ხო, ამაზე მინდა ვისაუბრო. თურმე ის იყო პრობლემა, პეტრე კოლხმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, ისე რომ ლოცვა კურთხევა არ აიღო შიო მუჯირისგან. რატომ არ აიღეთ ლოცვა კურთხევა? მე არ დავემორჩილებოდი რუსულ სპეცსამსახურებს. ეს იყო ჩემი პრინციპი, მაგრამ მქონდათ მღვდლის სტატუსი, მაშინ რატომ თქვენი ნებით არ წახვედით ეკლესიიდან? ჩემი ნებით მე არასდროს არ წავიდოდი ეკლესიიდან, რადგან უცხოეთში მოგზაურობით ტრაგედია არ შეიძლება მოხდეს. მთელი სამუდელოება დადის უცხოეთში, არავინ არ იღებს ლოცვა კურთხევას. დღეს შიო მუჯერს წმინდა სინოდში უზის მრუში ეპისკოპოსები, რომლებმაც ოფიციალურად ხელი მოაწერეს მეუღლეებზე. რატომ არც ერთი მათგანის ცხოვრების წესი არ გააპროტესტა? პეტრეს უცხოეთში მოგზაურობა იყო კანონდარღვევა? არა. პირველი ბზარი თქვენსა და საპატრიარქოს შორის როდის გაჩნდა? მე მქონდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა. Hey, I'm Lil T-Man. I'm a rapper on the come up. Follow my IG, Lil T-Man. Yes sir, yes sir. ასწრებით ხდება, კი ბატონო. ხო. და ერთმა ჩემმა მეგობარმა დამიბარა და მითხრა, რომ ჩვენ გამოვდივართ სუსის შენობიდან და პრაქტიკულად ჩვენი თათბირი თავდება შიო მუჯერის კაბინეტში. ჩვენ გვაქვს დავალება შიო მუჯერის მიერ, რომელიც უნდა შევასრულოთ, იძულებულები ვართ მოусმინოთ ყველას, ვინც არ მოსწონს მას, ჭორები გავახცელოთ, ყავასთან მოხვდით და ცოტა დავლიოთ ყავა და გავაგზავნოთ. რა არასვენებს ამ პეტრე კოლხსო? გაგებული გექნება თქვენზე ესეთი ნათქვამი. რა არ გასვენებთ? უსამართლობა არ მასვენებს. როდესაც შეგიძლია ქვეყანასაც ემსახურო, ადამიანებსაც ემსახურო, საკუთარ თავსაც, შვილებსაც, როდესაც 6 შვილი გყავს, უმეტესობა მათგანი გარდატეხის ასაკშია, არასრულწლოვანია და
ქვეყანა რო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, მართლა სირცხვილია. მე ვიცნობ ეპისკოპოსებს, აქ მარტო რიგით სასულიერო პირებზე არ არის საუბარი. ეპისკოპოსებს ვიცნობ, რომლებიც ვერ იტანენ შიომუჯერის პოლიტიკას, ისე როგორც შიომუჯერი ვერავის ვერ იტანს და ყველას ძულს უბრალოდ იყენებს. ხმათა უმრავლესობისთვის ჭირდება, რომ არჩევნებში იქნებ გაძვრეს. საპატრიარქო არჩევნებს გულისხმობა. ჩვენ წერთ ისტორიას. პეტრე ისტორიისთვის შეიძლება არაფერი იყოს. შიომუჯერი ისტორიისთვის შეიძლება არაფერი იყოს, მაგრამ ჩვენი საქმეები ისტორიაში რჩება. მე დავრჩები როგორც სისტემასთან მებრძოლი, შიომუჯერი დარჩება როგორც რუსეთის ეგზარქოსი, რომელმაც 2025 წელს მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოს გაუბედა, რომ ქართული ეკლესია ისევ რუსეთის გავლენების ქვეშ მოქცეულიყო. მანჰეტენზე ვართ მე-5 ავენიუზე, რომელიც ყველაზე ესეთი მთელი ბრენდი თუ რამე არსებობს სოფლიოში აქ არის და თვალი თუ გაგირბით ხოლმე. თვალის გარბინის გარეშე შეგიძლია მიირბინო და დაათვალიერო. ეს არ არის ცოდვა, არც დანაშაული, ეს სტერეოტიპია ისიც მახინჯი, რომ აი რაღაცა ბრენდი რაღაც. ეს არის ძალიან აი ცხოვრების ორგანული ნაწილი. მოგწონს მშვენიერება, მოგწონს ესთეტიკა, მოგწონს სილამაზე. მოიტანა აქ ამბავი, რომ ბრენდი ძვირია, შესაბამისად სასულიერო პირი რატო იხდის ძვირს? ეგ როგორც არასდროს არ გადამიხდია ძვირი. ჯვალოც რო გადავიცვა, ჩემზე მაინც ისაუბრებენ. მე ამას უკვე მიჩვეული ვარ. მღვდელი ჭილოფში იცნობაო, თქვენი წარმოსახვეთი ჭილოფით რა უნდა გამოვიცნოთ თქვენზე? ჩემთვის მღვდელი ჭილოფშიც არა. ერთი გამოხედვითაც იცნობა. შეიძლება საწოლშიც ანაფორა ეცვეს, ქუჩაშიც და არასდროს არ იხდიდეს. მაგრამ ანაფორით სიარული არ არის მღვდლობა და ღვთისმსახურება. დღეს სამწუხაროდ ანაფორები აცვიათ ისეთებს, მღვდლები კი არა. ადამიანობისგანაც ძალიან შორს არიან. ამერიკაში ბევრი ქართული ეკლესია არის, თუ დადიხართ აქ წირვებზე, ან როდის ეზიარეთ, თუ აგრძელებთ? მე მაქვს პირველად ვამბობ ამას თქვენი ეთერის მეშვეობით, შემოთავაზება უკრაინული ეკლესიიდან. მე შევხვდი უკრაინული ეკლესიის წარმომადგენლობას ამერიკაში. მითხრეს, რომ ჩვენთვის არაფერს არ წარმოადგენს შიომუჯერის გადაწყვეტილება. თქვენ გააქვთ სრული უფლება, სრული შესამოსხლით იდგეთ ჩვენს წირვაზე. ასამაღლებელიც თქვათ, თანამონაწილეც იყოთ ამ წირვის, მაგრამ მე ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე ბოლომდე ვრჩები ქართული ეკლესიის ერთგულად, ბოლომდე დავრჩები იქ, სადაც ვარ, რა თქმა უნდა, ვეზიარები უკრაინულ ეკლესიაში, ბერძნულ ეკლესიაში, არ ყოფილ ვარ ქართულ ეკლესიაში, დღემდე არც ვაპირებ მივიდე, იმიტომ რომ აქაური ეკლესიის მეთაურს მეუფეს არ მინდა ჩემს გამო პრობლემები შეექმნას, იმიტომ რომ დიდად მასაც არ წყალობს სისტემა. სხვა კონფესიაში შეიძლება გიხილოთ როდესმე თუ არა? არასდროს, იმიტომ რომ მე სრულად მაგმაყოფილებს მართლმადიდებლობა. ფანატი მრევლი თუ ყავთ? ფანატი პეტრეს არ ეყოლება არასდროს, ალექსი და გეტყვი რატომ. პეტრე ძალიან გამჭვირვალეა. პეტრე არ ფუთავს არაფერს, არ მალავს ანაფორის ქვეშ არაფერს. მე ძალიან მომწონს ჩემი თავი. როგორიც ვარ, კარგი ვარ თუ ცუდი ვარ, ჩემი თავი შევქმნენი. თუ დაკარგეთ მრევლი იმის გამო, რომ თქვენ პრობლემები დაგეწყოთ უკვე მე მინდა თამამად ვთქვა, რომ იმ ადამიანების ნდობა უფრო მეტად მოვიპოვე და პირიქით დღეს 1-2-რად მომემატა გამომწერები. ვისი ნდობა გაქვთ დღეს ქართულ ეკლესიაში, აი სასულიერო პირი, ვინც ფიქრობთ, რომ დღემდე არის და ცხოვრობს ისე, როგორც შეეფერება მღვდელს, ეპისკოპოსს და ასე შემდეგ. აი თქვენი დიდი პატივისცემა. დავასახელო ძალიან ბევრი ადამიანია, ასეთი და ღმერთმა არქნას არ იყოს. არ მინდა დავასახელო ისინი, იმიტომ რომ მათაც შეექმნებათ პრობლემები. ბოლოს მტრებისთვის როდის ილოცეთ? ალექსი, ეს გადაცემაც ლოცვაა. ლოცვა არ არის ლოცვანის წიგნის ხელში დაჭერა და გადაფურცვა. ლოცვა არის, როდესაც გინდა ქვეყანა
სამყარო ადამიანი სასიკეთოდ შეიცვალოს და შენ ამისთვის ყველაფერს აკეთებ. დღე თუ წარმოგიდგენიათ, როდესაც რიგდებით თქვენ და შიო მუჯირი მაგალითად და რაღაცა ერთმანეთს წყენას მე პიროვნული წყენა არა მაქვს. მე ადამიანებისგან არაფერი არ მწყინს ალექსი. იმიტომ რომ მე ადამიანების როგორც დავითმე ფსალმუნი ამბობს, ყოველი კაცი ცრუარს, ამას მიჩვეული ვარ და მთელი ცხოვრება მასწავლა თვითონ რომ ნურას დროს ნუ იქნები ვიღაცის იმედად. მე პიროვნული წყენა შიომუჯირის მიმართ საერთოდ არა მაქვს, პირიქით მიყვარს ის. ადამიანურად მიყვარს, ადამიანურად მეწოდება. როგორც მოღალატე. მღვდლობა პრინციპული საკითხია. ჩემთვის მართლმადიდებლობაა პრინციპული საკითხი. შეიძლება ერის კაცი გადარჩეს, ვინც პრინციპულად იცავს მართლმადიდებლობას, მაგრამ მღვდელი წარწმდეს, ვინც კომპრომისზე მიდის. სუსის კრებსებში რომ ამოიკითხეთ თქვენი თავი რა რეაქცია გქონდათ? საერთოდ არ გამკვირვებია, იმიტომ რომ მაშინ ვიდრე ეს ყველაფერი მოხდებოდა, წინასწარ ვიცოდი რაც ხდებოდა. წინასწარ ვიყავით გაფრთხილებული ყველა, მარტო მე კი არა, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, შიო მუჯირი, რასაც ემსახურებოდა. თქვენ ბევრი ადამიანი არ გენდობათ როგორც მღვდელს და ეს რაღაც კუთხით ვფიქრობ, ჩემი პირადი ახმა არის, გამოწვეული არის იმით, რომ აი ისევ და ისევ ვიდეოart იქამდე რომ ხშირად ჩადით ტელევიზიაში და ასოცირდებოდით აი ყვითელგადაცემებთან, ბრენდებთან და ასე შემდეგ, რაც ცუდად ხდება მრევლს თვალში. თქვენი მინუსი რა იყო როგორც მღვდელის? რაში ტყვი ხართ ღმერთთან? ვიღაცა ცხოვრობს ტყუილში, ჭაობში, წუმპეში, ეუბნები რომ ეს ჭაობია, შეიძლება იცოდეს, მაგრამ შენ რომ ეუბნები უკვე ღიზიანდება და არ მოსწონს. და მე დიდი დოზით ვამბობდი ამას და შესაბამისად ეს ემოციონალური ფონი იყო წამგებიანი ძალიან. შეცვლიდით ამას დრო რო უკან გადავახვიოთ. იცით რა არის? ზედმეტი მოგივიდათ, აი ფიქრობთ რომ რაღაცაში შეიძლება. შევცვლიდი, აი სამწუხაროდ ის არის რომ თვლი რომ ალბათ არ შევცვლიდი. ძალიან ჯიუტი ადამიანი. ჯიუტი არა, აი არ ვიცი პრინციპი, აი არ შევცვლიდი. 10 მცნებიდან ყველაზე ხშირად რომელს არღვევთ? როდესაც ადამიანი ერთ მცნებას არღვევს, ის ყველას არღვევს. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ის 10 მცნება ერთია. ანუ რა ის რომ შენ იცხოვროს სუფთად, წმინდად და წრფელად, რა არის ეს? ეს არის გულსხმელობა. ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ არ გამორიცხავდით ბერად წახვიდეთ სადმე. ისევ ამ აზრზე ხართ თუ არა, თუ უშვებთ რომ წახვიდეთ სადმე, ბერად დაეყუდოთ? აუცილებლად. ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიზანი, ჩემი ცხოვრების დასალიერს. მე ვიყო მონასტერში. მე იქაც რო წავიდე და რო არ გამოჩნდე, ესეც ალაპარაკო გახდება. ამასაც მიჩვეული ვარ და პრობლემა არ არის არც ეს. ოღონდ ეს კაცმა არ იცის, როდის მოხდება. ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ იმისათვის, რომ ვიფიქრო გამოქვაბულზე, დაყუდებულებაზე, სიჩუმით ხმაურზე. სიჩუმით ხმაურზე. მოძღვარი თუ გყავთ ამ ეტაპზე? რა თქმა უნდა. ქართველი რა მოძღვარია? თქმა უნდა, რა თქმა უნდა. Online აბარებ, რა თქმა უნდა, ხშირი კონტაქტი მაქვს, როდესაც ძალიან მომაწვება აი ეს საემიგრაციო სირთულეები, პრობლემები, წერ, ვესაუბრები, მირეკავს. თქვენმა თავმა თუ დაგღალათ? ჩემმა თავმა დამანახა რომ კიდევ უფრო სხვა ვარ. კიდევ უფრო მეტი ვარ. კიდევ უფრო ცუდი ვარ და კიდევ უფრო კარგი ვარ. შესაბამისად ის რაც გზრდის შეუძლებელია მისგან დაღლა იგრძნო და როდესაც ვთვლი რომ დავიღალე მაშინ ვთვლი რომ უმადური ვარ სანამ ცოცხალი ხარ არ უნდა დაიღალე რადგან ცხოვრება მთელი მისი სირთულეებით მაშინ არის საინტერესო როდესაც არ იცი წინასწარ ხვალ რა გელოდება. უეჭველი მეგრელი რით ხართ? ადამიანებს ვეკითხები ხოლმე რომ რით ხართ უეჭველი ქართველი თქო, რით ხართ უეჭველი მეგრელი და ვიცი რომ ღომი გიყვართ ძალიან და ხშირად აკეთებდით საქართველოში. ღომი მიყვარს, ელარჯი მიყვარს, დღემდე ჩემს მეგობრებს ვეუბნები და იცით რა, ერთხელ გავაკეთე ორჯერ, მაგრამ ეხლა მინდა ძალიან მალე ღომი ფართი მქონდეს. ჩემი კუთხე მენატრება, ღომი მენატრება, ლობიო მენატრება, ყველი მენატრება, ელარჯი მენატრება, ჭამა მენატრება. გემოთ მოყარე ხართ ისე? მე მგონია რომ აი ეს კონკრეტული ჭამა აი ღომი მიყვარს ძალიან. დღეში შემიძლია სამჯერ ჭამო, აი ამით ვარ მეგრელი. მდუმარების ფიცს რის ფასად დადებდით? შიო მუჯირმა აღიაროს რომ ის იყო მისი გადაწყვეტილება არა
არამედ რუსეთის დავალება, რომ ქართული ეკლესია გახდეს რუსული ეკლესიის ნაწილი. თუ ამას აღიარებს და დაუპირისპირდება, მე პირობას ვდებ. 1 წლის მანძილზე არც ერთ ტელეგადაცემაში მონაწილეობას არ მივიღებ და არც სტატუსებს არ დავწერთ. თქვენი ქარიზმა რა არის? ასეა თუ ისეა, მოვწონვართ თუ არ მოვწონვართ, მე ახალი სიტყვა ვარ ქართულ ეკლესიაში. რა ამ ქვეყნიურ სიამოვნებებზე აღარ ამბობ თუ არს, რაზეც ამბობდით მღვდლობის დროს? ისე არ ყოფილა რომ ნიტყვი რაღაცაზე უარს და არ იტყვი. მოდი ესე ვთქვათ. მე ჩემს თავზე ვთქვი უარი, ალექსი. ჩემი კომფორტის ზონა იყო, ჩემს აივანზე ჯდომა, ერთად წმინდაში. ყავის დალევა, ჩემს ცხოვრებაში ცხოვრება, ჩემს ტყავში ცხოვრება. მე გამოვედი კომფორტის ზონიდან. მე ვარ როგორც უდაბნოში მწირი. დღეს უკვე იმაზე რომ შენს პირადულ რაღაც სიამოვნებაზე იფიქრო. არ გაქვს პირადი აქ, ემიგრაციაში პირადი არ არის. დილის 6 საათზე დგები და ელოდები დისპეჩერი როდის ჩაგიგდებს მის ამარts, რომ გაიქცე ვიღაცა დანიშნულების ადგილამდე მიიყვანო და ეს ღამის 2 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. ხშირად თავის მოსამხანი დრო არ გრჩება. ეს არის უსასრულო დასვენების დღე არა გაქვს. აქაც ეხლა შენთან რომ გამოვიქეცი და გამოვიპარე, იქ საათები მაკლდება და ერთი სული მაქვს. როდის ჩაიწერება გადაცემა რომ ჩავრთო ეს ჩემი ყვითელი აპლიკაცია და დაველოდო შეკვეთას იქნებ კარგი შეკვეთა მომივიდეს. კაი მუშაობა ისე როგორც საქმე. ამბობენ რომ ძალიან გაფუჭდა და იმიტომ რომ შეცვლას ხომ არ ფიქრობთ? ამ ეტაპზე არაფერს არ ვფიქრობ, იმიტომ რომ ახალი ჩამოსული ვარ და საბუთები არ მაქვს. სიახლეები არის, არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ საერთოდ არ მინდა ამ ქვეყანაში ყოფნა. საერთოდ. აი, სერიოზულად კაფეშიც რო შედიხარ და ყავა გინდა დალიო, აი, ქაღალდის ჭიქას გაწვდიან. მე კიდე ჩემს სახში ჯდომა და ჩემი ფინჯნებით ყავის მირთმევა მენატრება. ჩემი ოთახი მენატრება, ჩემი ბიბლიოთეკა მენატრება. თქვენ გაგიმართლეთ და ვიზა გქონდათ, რომ არ გქონოდათ, რას იზამდით, სად წახვიდოდით? მე არ ვუშვებ იმას, რომ არ უნდა მქონოდა, იმიტომ რომ მე კანადის ვიზაც მაქვს, ბრიტანეთის ვიზაც მაქვს. და მსოფლიო მაქვს მრავალგზის მოვლილი. მე ამისთვის არ მაგრამ მიოცნებია. ისად წახვიდოდით, რომ არა აქ წამოსვლა. მე დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად პორტუგალიაში. რატომ? ძალიან მომწონს იქაური კულტურა, მომწონს იქაური მუსიკა, ფადო მომწონს, პოეზია მომწონს, მწერლობა მომწონს. თქვენ ახსენეთ, რომ მსოფლიო გაქვთ მოვლილი. ერთი შეხედვით ესე გარეგნულად ყველაზე მორწმუნეერი სად შეგხვედრიათ, ან შეიძლება ზედაპირულად კი არა და რაღაცა ფაქტ შეეცარი, სადაც ამერიკელები და ერთ ფაქტს მოგიყვებით. ერთ-ერთი გზავრის დანიშნულების ადგილამდე მიყვანის დროს იქ იმ გზავს დახვდნენ აფროამერიკელი ცოლ-ქმარი ექიმები. მე აღმოჩნდა რომ ექიმები იყვნენ და ერთმანეთს გავისაუბრეთ და მიხვდნენ რომ მე ახალი ჩამოსული ვიყავი ამერიკაში, ცოტა მიჭირდა ადაპტაცია, მიჭირდა შეგუება და მადლიერების დღე თქვენ იცით ეს ეროვნული დღესასწაულია ამერიკაში, დილით მომდის მესიჯი და მეუბნება ეს ცოლ-ქმარი ჩვენთან გეპატიჟებით თქვენ მარტო ხართ ოჯახის გარეშე და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით თუ მადლიერების დღეს ჩვენთან ერთად გაიზიარებთ. მე მივედი და მაგიდის შუაგულ ცენტრში მოათავსეს უკვე გამზადებული ინდაური და მაგიდის გარშემო ლოცულობდნენ, თან ლოცულობდნენ, თან ტიროდნენ. ყველა ჩვენს ენაზე ლოცულობდით. ეს არის ქრისტიანობა, ეს არის ადამიანობა და მე მივხვდი ამ ადამიანებისთვის ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ღმერთს მათ ცხოვრებაში და ეს იმდენად თვალშისაცემია, იმდენად ტრადიციული ქვეყანაა, იმდენად პირწმინდად იცავენ თავიანთ რელიგიურ მიდგომებს და სწავლებას, ჩვენ რომ ასე ვაკეთებდეთ, ამდენი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არ იქნებოდა. თქვენმა სამრევლომ რა დაკარგვა იმით, რომ თქვენ აღარ ხართ იმ კონკრეტულ ეკლესიაში წინამძღვარი სადაც. გული მწყდება იმაზე, რომ დღემდე ის ხალხი ეკლესიაში არ დადეს. ძალიან გული მწყდება. მას შემდეგ რაც თქვენ წამოხვედით.
იმიტომ კი არა რომ არიქა და პეტრე წმინდანი ეგონათ, საერთოდ მე არასდროს არ ვიქმნიდი წმინდანის იმიჯს. არა, მაგრამ მე რეიტყვის ფანატიმრეველი არ მყავს, ეს ფანატიზმი არა, ნახეთ, იმ ხალხს ჰქონდა ტაძრის მიმართ სიყვარული, იმ ტაძრის, რომელიც თვითონ აღადგინეს. ამით მარტო თქვენზე კი არ იძიეს შური, ჩვენზე იძიეს შურიო. ამბობს 90 წელს მიტანებული მოხუცები, რომლებიც ჩემი ავტომობილით ამყავდა ტაძრამდე. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილი და მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე მენატრება ჩემი ქვეყანა, თორე გაჩუმებას წინ რა ედგა. რა, ტაძრის წინამძღვარიც ვიყავი, სამსახურებიც მქონდა, ჩემს ქვეყანაშიც ვიყავი, ჩემს სახლშიც ვიყავი, ჩემს შვილებთან ვიყავი, ჩემს მეგობრებთან ვიყავი. არ არსებობს თქვენ იყოთ ყველაფერში მართალი, თქვენი როგორც მღვდელი რა, დანაშაულს ჩადიოდით. რამე ისეთი რაშიც თქვენ ამ გადმოსახედიდან არ ამართლებთ თქვენს თავს. გარდა იმის, რომ დაუშვათ ღიად უპირისპირდებოდით და ბევრს საუბრობდით ამაზე. ჩემი ქმედებები, საქციელები, განმოსვა ქუჩაში, ანაფორის გარეშესია. ეს იყო პროტესტი. ამერიკაში შემიძლია ანაფორით ვიარო და დავდივარ კიდეც. მაგრამ პროტესტის ნიშნად საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოურ მენტალობაში ანაფორის გარეშე დავდიოდი. იმიტომ კი არა რომ არიქა და არ შემეძლო იქ ანაფორით მევლო და მიჭირდა ანაფორაში. ანაფორა არის ჩემი სხეული. ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ როცა მაწვია ანაფორა. ცნობილი ფრაზა არის კახი კავსაძეს ერთ-ერთი სპექტაკლიდან ნეტა ვიქ თეატრი არის. აი თქვენ რა სიტყოდით? ნეტა ვიქ დაგინდათ რომ იყოს. საერთოდ არ ვთვლი რომ იქ ის მინდა იყოს, რაც მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს. ის იყოს რაც არის. ოღონდ ის იყოს რაც არის. მაგრამ რაც გაიყოლებდით დიდი სიამოვნებით ან მატერიალურს ან არა მატერიალურს. ლექსებს გავიყოლებდი. რაიმე ლექსის თქმა ხომ არ გნებავთ, რაც დღევანდელი დღის გამოძახილია თქვენი ამოსათქმელი. ოღონდ ჩემი არა. მოდი გრანელის. კი ბატონო. რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი უფსკრულია და შენ მარტო კივი. მე მაფიქრებს საქართველოს ბედი. მე განვიცდი ჩემს სამშობლოს ტკივილს. გზნობ უსაზღროს და მსოფლიოს ვეტრფი. შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს, მე მაფიქრებს საქართველოს ბედი, მე განვიცდი ჩემს სამშობლოს ტკივილს. რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი უფსკრულია და შენ მარტო კივი. მე მაფიქრებს საქართველოს ბედი, მე განვიცდი ჩემს სამშობლოს ტკივილს. ეს იყო პეტრე კოლხი, უღრმესი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა წარმატებები ინტერვიუში. გემშვიდობებით შემდეგ გადაცემამდე, არ დაგავიწყოთ რომ გამოვკვეთ სოციალურ ქსელებში. დროებით.